გადაცემა ავტორბული სპონსორია მათემოტორსი. ყველაზე დიდი მულტიბრენდული ცენტრი საქართველოში. ანდეთ თქვენი ავტომობილი პროფესიონალებს. ეს მათემოტორსია. როგორ ხარ? გამარჯობა, როგორ ხარ? არა გვიშასაი, ჩამოვედით რუსთავში, ჩამოგიყვანე Mercedes E-კლასის კუპე. არც თუ ისე ბევრია საქართველოში. ხო, და ეს აქ როგორ მოგწონს? არც თუ ისე ბევრია საქართველოში, ერთი რა, არც თუ ისე ბევრია, მით უმეტეს ავტოდრომზე შემოსული. კი, მით უმეტეს 1-2 წელი კიდევ ვარტყი. ქალაქშიც ცოტა ვისეირნეს, ფოტოშოპში ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს ქალაქში და ეფექტური არა, ფერიც კარგია, თეთრია, შავი სახურავი, პანორამის ნახე, შუში სახურავი და რაღაცა კარგად ჩანს. და აქ მინდა ახლა რუსთავში რომ პატარა ტესტი ჩაუტაროთ, იმიტომ ჩამოვედი შენთან. ხო, ნუ ერთი არ ყურადღებას იქცევს, რა თქმა უნდა ეფექტურია, მაგრამ სიმართლე ეს მაინტერესებს, ანუ რა შეძლებს როგორ შეუძლია, ხო? ყველაზე უფრო რასაც აქებენ, ანუ რაც ხაზგასმით არის, რომ Mercedes ძალიან მაგარია, როცა რაღაცა გზაზე ისე არ ხდება, ანუ მოლიპული იქნება ეს, სველი გზა იქნება, თუ ასე შემდეგ დაგახვედრე. შეგვიძლია ხო ეს გავტესტოთ? სპეციალურად მოვიდანი, იმის თუ გავტესტოთ და ნუ ნახოთ მშალზე როგორ მოახერხებს გააჩერებას, მე სხვაზე როგორ მოახერხებს გააჩერებას და მოგიმზადე სპეციალური პროგრამა, რომელსაც ახლა ჩვენ გავსინჯავთ. როგორ აჩქარდება, ანუ რამდენად მართალია ქართული მონაცემები. თქვათ, ჯერ ქართული მონაცემი თუ არა? რაც უწერია მანქანას. შენიშნება. კაი, ვიტყვი, ამას აქვს 7.1 წამი, 0-დან 100-მდე. მაგრამ ეს არ ვიცი როგორ რეჟიმში, ამას სპორტი აქვს, ეკონომ რეჟიმი, მანუალი, ყველაფერი. სპორტის, მანუალის, ეკონომის ყველა რეჟიმი ყველა სულის პრინციპში ამას ყველაფერს და რამდენად აიღეს ალბათობა, ხო? თვითონ როცა დაწერე 7.1. კი, სპორტ რეჟიმში იქნება ეს გატესტილი, მაგრამ ნუ ნახოთ, რა უძღას წინ, რომელი უფრო სწრაფია და რომელი უფრო კომფორტულია და რომელი უფრო მისაღებია კონკრეტული პიროვნებისთვის. და Mercedes ერთი ის აქვს მომენტი კიდე რომ ყველაფერს ვერ გავთიშავთ აქ ESP-ს და რაღაცა, ანუ ბოლომდე მაინც რაღაცა დაგვრჩება, ხო? ხო, იტოვებს, ეს Mercedes-მა ბევრი ფრად ცოტა, მაინც ჯობდა რომ გაეკეთებინა ხაზგასმა იმის უსაფრთხოა, ვიდრე იმისთვის რომ სპორტულია. ამიტომ დაიტოვა იატაკ ქვეშეთში, რომ ყველაფერს გავაბორტა მაინც შენ უსაფრთხოებაზე იზრუნოს, ხო? როდესაც ძალიან საჭირო და მიხვდება რომ გადაცდი იმ ზღვარს, როცა შენ ამას ვერ გააკონტროლებდი, იწყება ესე თავდაცვა. კაი, მოდი გავიაროთ და კაცი მე მინდა რომ შენ დაждე უკვე საჭესთან. კი ბატონო, რა პრობლემაა? შენგან მინდა რომ გაიგოს მაყურებელმა იგივე BMW და Mercedes ამბავი. აი რატო ხდება? თუნდაც ავარიები, თუნდაც რატო უფრო მეტ ახალგაზრდას ყავს გამოუცდელს BMW თუ რატო ხდება? ერთი რომ ბევრს გამოუცდელს ახალგაზრდას ყავს, მეორე ის რომ საკმაოდ სწრაფია, მე მესამე ის ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ უკანა წამყვანია. და ეგრევე დგება კონტროლი ხო მოცურებაში. რთულია, ვიდრე წინა წამყვანის, იმიტომ რომ ანუ პირიქით რა, თუ კარგად ფლობ, მოცურებული ავტომობილი შეიძლება დიდხანს იარო რა, მაგრამ სპეციალური მართვა ჭირდება უკანა წამყვან ავტომობილს. და იმისთვის რომ ეს რაღაც არ მომხდარ, იყო გადააზღვია BMW-მ და გარდა სპეცმოდელებისა, ანუ M-ებისა, ბლოკირებებიც კი ამოიღეს, ხო და ნუ Z-ებისა, ბლოკირებებიც კი ამოიღეს საერთოდ ხმარებიდან, იმიტომ რომ ბლოკირების შემთხვევაში ორივე საბურავი ერთდროულად იბლოკებოდა უკანა საბურავზე და უკანა მხარე ხელის მოხუჭის ეფექტს იღებდა. ანუ ძალიან იურად მოცურდებოდა გაზის და ფერის აღების დროსაც კი. ეხლა როგორ აქვს ჩვენ? ბლოკირების ამბავი. ეხლა ბლოკირების ამბავი არა, გვაქვს თუ სპორტული არ არის და თუ არის ბლოკირება, ისიც დამცავ ელექტრონიკით იმართება. და ნუ Mercedes ხო მით უმეტეს რა და ეხლა ნახეთ ხო რომ მოუხვიეთ და იმიტომ ჩემი მოსურებაში წავიდა ხო რომ არა ელექტრონიკა ის გააგრძელდა ბოლომდე შემოსურდებოდა. მოდი ნახოთ რამდენს მოახერხებს ვარ ჩავთოთ ჩვენი ეგ მე თალკი გავტესოთ 100-ში არის. კარგი. ეხლა ნახოთ მუხრუჩი. მუხრუჩი, მოდი. წავიდა.
აჰა. ავარიული რა თქმა უნდა, ავტომატურად ჩაირთო ეს, თანამედროვე ავტომობილების ყველა სესია. რომ თუ ჩვენ ექსტრემალურად დამოხურჭებთ, უკან ავტომობილი არავინ არ დაგვეჯახოს, ანუ ერთი დამატებითი გამახსენებელია. ანუ 91 კმ/სთ ჩქარდან 35 მეტრი დაგვჭირდა გაჩერებისთვის. ვა. ეს კარგია თუ ცუდი? საკმაოდ კარგი მონაცემია. შევაქოთ Mercedes-ი ამ შემთხვევაში. კი, შესაძლებელია, მაგრამ ხა სულზე ნახოთ განსხვავება რა იქნება. ნახოთ სულ. დავეთით. თითქმის არა. ავიდან ბოლომდე გავიარე. მიგორავს, ხო? ვაფშე არანაირი ეფექტი. არა და მუხლუჭი მე გო აბსოლუტურად ბოლომდე. ანუ 90 მოდიოდი. ნაცნობრივ მოყინული იყო. და 90 მეტრი დაგვჭირდა გასაჩერებლად. ანუ სულ მოლეკული ყოფილიყო დაგვჭირდებოდა სავარაუდოდ 180 მეტრი მაინც. ჩვენ საშუალება გქონდა Mercedes-ი გამოგვეცადა როგორც მშრალ საფარზე, ასევე ყინულოვან საფარზე. ორივე შემთხვევაში ავტომობილი სანიმუშო იყო. ასევე ავტომობილს ჩაუტარეთ ტესტი. გვაინტერესებდა აჩქარება 0-დან 100 კილომეტრამდე და უნდა ითქვას, რომ ცდომილება მივიღეთ 0.1-0.2 წამამდე. ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად სანდოდ შეიძლება ჩაითვალოს ყველა ის მონაცემი, რაც Mercedes-მა ოფიციალურად წარადგინა. აბა როგორ ფიქრობ? შედეგი მიღწეულია? ო, შედეგი მიღწეულია პრინციპში 7.3-ს მივახციეთ ჩვენ აჩქარებას. ოფიციალურად კი უწერია 7.1. 7.1, მაგრამ მაგ ბევრი ნიუანსი შეიძლება იყოს, იგივე საწვავი, იგივე თუნდაც პროფესიონალანებოთ ეს ქარიც. ამ შემთხვევაში ეს ნიავი ცოტას არ ნიშნავს, აჩერებს გარშემო საიდან უბერავს და ბევრი ნიუანსია. კაიმეულ დროებით დაგემშვიდობები. მე სიურპრიზად დავიტოვებ რა მანქანას მოგიყვან შემდეგი, შენც და ჩვენს მაყურებელსაც. არავის არ ეცოდინება, მაგრამ აუცილებლად ჩამოვალ და კიდევ ერთხელ გავტესტოთ. Mitsubishi Pajero ემზადება გასასვლელად. ეხლა ჩვენ აქ გვაქვს კუპერის საბურავები, ეს არის ტალახის საბურავები, ეს არის სამთრის, მაგრამ ამინდი გვაქვს ისეთი არც ტალახი, არც თოვლია. ამიტომ ავირჩიეთ უბრალოდ ჩვეულებრივი უგზოობის საბურავები, რომელსაც ეხლა დავაყენებთ და გავალთ უკვე გარეთ. Mitsubishi Pajero იაპონური კონცერნის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წარმომადგენელია. მისი პირველი თაობის დებიუტი 1991 წელს ტოკიოს ავტოსალონში შედგა და სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ის გამოჩნდა მსოფლიო ავტოსპორტშიც.
ავტოსპორტში სულ რაღაც 3 წლის შემდეგ Mitsubishi-ს გუნდმა მოახერხა და პარიზ-დაკარში გამარჯვებაც მოიპოვა. პაჯერო ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ავტომობილია დაკარში და ის 12 გზის ჩემპიონია. ეს მორიგი ავტომობილია, რომელიც ჩვენ Mathemotors-თან წამოვიყვანეთ და ნელ-ნელა მინდება შევადარო ეს ავტომობილები ერთმანეთს. აი, სალონით, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომეწონა მე Mitsubishi Pajero. პირველ რიგში ტყავის საჭე და აი ხე ლუქს კლასი, რაიქაც ნატურალური ხე. რა თქმა უნდა, სათავსოები აქვს უამრავი ამ ავტომობილს. და კონკრეტ ეთყობა, რომ კარგად იზრუნეს მძღოლისთვის, მგზავრისთვის, კომფორტი აქვს იდეალური, რა თქმა უნდა, ელექტროსავარძლები. 3.5 ლიტრი. ეთყობა ავტომობილს, რომ ძალა აქვს. ძალა, რომელიც თქვენ არსად არ დაგტოვებთ. ძალა, რომელიც თქვენ გეყოფათ, როდესაც სავსე ავტომობილი მგზავრებით. თავდაპირველად Pajero გამოდიოდა მხოლოდ ბენზინის ძრავით, ხოლო მოდიფიკაციის შემდეგ გამოვიდა დიზელის ძრავით. ვიარე დაახლოებით 100 კმ/სთ სიჩქარით და ავტომობილი შესაძლოა კარგად დგას. მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი უფრო გრძელია ეს ავტომობილი, მართლა ძალიან კარგად დგას ტრასაზე. სიჩქარის კოლოფი, რომელიც არის ავტომატური და შეგვიძლია ვამუშაოთ მექანიკურ რეჟიმში, რომელსაც დიპრონიკია გადავთავთ და შემდეგ მინუსი, ანუ სიჩქარის დაკლება. ახლა ჩვენ დავაგელით მეორე სიჩქარით მივდივართ, შეგვიძლია ესე მოუმატოთ მესამე, მეოთხე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვჭირდება, გადმოვხდეთ ისევ დრაივში და დრაივ რეჟიმით გვიწევს სიარული. და აი, გზოლებისთვის ჩვენ თუ მივადექით ტალახს, თოვლს, აი მაშინ უკვე ერთვება მარჯვენა ღილაკი. ანუ ესეც ავტომატურია, ავტომატურ რეჟიმში ვთავთ ვაყენებთ ნეიტრალურზე და შემდეგ გადავთავთ არის 4-ზე ჩართვა, ანუ ავტომობილი ხდება 4-ვე წამყვანი თვლით და შემდეგ 4H და 4L, ეგრეთ წოდებული პანიჟენია, რუსულ სიტყვას ვიხმარ, ჟარგონს, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დაღმართზე ჩასვლა ყოველგვარი აქსელერატორზე ფეხის მიტმის გარეშე. ჩვენ გადავუხვდეთ ტრასიდან და გადავწყვეტეთ უგზოობაშიც გამოგვეცადა Pajero-ს დაკიდების სისტემა, ამორტიზაცია, ბლოკირება და ასე შემდეგ. ავტომობილმა მოლოდინი გაამართლა და მან ძალიან კარგად გაართვა თავი როგორც ტრასაზე მოძრაობას, ასევე უგზოობასაც. ამინდი კარგი გვაქვს, ჩვენი ერი მზიანი ამინდი. მე წერანაც აღნიშნე, საბურავები ახლა გვიყენია ლაითი, ოფროუდი საბურავები. ახლა მინდა ცოტათი გადავუხვიოთ უგზოობაში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ უკანა ხედვის კამერას, თვალსაჩინო ზევით უფრო კარგად ჩანს, ვიდრე ქვემოთ.
საჭე, რომელიც მართლაც იდეალურია. მისი დიამეტრი და ზომა ძალიან მომწონს და ეს უამრავი ღილაკები, რომელიც საჭეზე არის განთავსებული. ანუ მაჩვენებელთა დაფაზე, რასაც გაჩვენებთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ღილაკებით მოძებნოთ. იგივე მენიუში შესვლა, კილომეტრაჟი, საწვავის მონაცემები თუ რამდენს გაგატარებთ ზუსტად და გარბენი, ზეთის შეცვლა. ახლა ავდივარ მე ავტობანზე და ვერანაირ დაღლა ვერ ვიგრძენი. პირიქით მე შემიძლია უსასრულოდ ვიარო ამ ავტომობილით. შორ მანძილზე შემიძლია ვიარო ამ ავტომობილით და ასე მგონია რომ არასოდეს არ დავიღლებ. აი ძალიან მომწონს ეს ავტომობილი და რა ვიცი. მე რო ვიყო ბატონი გელა ბარგალაია, მე ამ მანქანას ნამდვილად ვაჩუქებდი გადაცემის წამყვანს. ხო არ ვითხოვ პრადოს, ხო არ ვითხოვ ნისან პატროლს. უბრალოდ მიცუბიში პაჯერო, რომელიც რა ვიცი რატომღაც ძალიან მომწონს. ახლა რაც შეეხება მოცულობას, როგორც ხედავთ, არც ისე პატარაა. პირველ რიგში უნდა მოხსნათ ეს სახურავი. შემდეგ უნდა ამოვწიოთ ფეხი და გადავწიოთ. შემდეგ გადმოწევთ საზურგეს, აი ასე, ესეც მესამე რიგი. გვერდზე აქვს დიდი ბასავიკი. რაც შეეხება ჩვენს ავტომობილს, ის მეოთხე თაობას მიეკუთვნება. ბევრი სპეციალისტის აზრით, ეს არის კარგად რესტაილინგებული მესამე თაობის, ვინაიდან ძალიან ბევრი დეტალი დგავს მის წინამორბედს. მაგრამ ის მაინც გამოდის როგორც მეოთხე თაობა და მისი ტექნიკური მონაცემები კი ესე გამოიყურება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 190 კმ/სთ. მას აქვს 202 ცხენის ძალა. 0-დან 100 კმ-მდე ავითარებს 10.7 წამში. ცილინდრების რაოდენობა გახლავთ 4. საწვავის ავზის მოცულობა 90 ლიტრი. საწვავის მოხმარება: ქალაქში 15.2 ლიტრი, ქალაქგარეთ 10.8 ლიტრი. რაც შეეხება ახლა ხედვას, როგორც ხედავთ, აქვს საკმაოდ დიდი სარკეები. ეს ჯიპისთვის დამახასიათებელია. უკანა სარკე, თუ თქვენ უკანა შუშა არ გაქვთ დაბურული, უკანა სარკე საკმაოდ ნორმალურია, ნორმალურად ჩანს აქ ყველაფერი. ახლა შეიძლება ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ მის კონკურენტებზეც. Nissan Pathfinder და Toyota Prado. სხვათა შორის მე ამ შემთხვევაში გარეგნულად შეიძლება Toyota და Nissan-ი მერჩინოს, მაგრამ აი შიდა კომფორტით, ინტერიერით ნამდვილად Mitsubishi Pajero ტოლს არ უდებს არც ერთ ავტომობილს.